თუ კვირა დღეს რაღაც განსაკუთრებულით მოგინდათ cheat days მოწყობა, ამაზე უკეთეს ვერაფერს შეჭამთ. ყველაზე გემრიელი შაურმის მომზადება უნდა გასწავლოთ და თან ყველაფერს დეტალურად აგიხსნით. Challenge გრძელდება, თუმცა დღეს კვირაა და გამონაკლისის სახით, როგორც თავიდანვე ვთქვი, ოდნავ მეტი ჭამის უფლება შემიძლია მივცეთ ჩემს თავს. მე დღეს შემოგთავაზებ თქვენ ლიბანურ შაურმას და ამ რეცეპტისთვის ხორცის დამარინადება არის პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც ვაკეთებთ. არის ქათმის ბარძაყი, ცოტა ქათმის ფილე, რომელსაც ძალიან თხლად დავჭრი და შემდგომ დავამარინადებ. ხორცი დაჭრილია წვრილად, ახლა დავამარინადოთ. მარინადისთვის კი გვჭირდება ტომატ პასტა 2 სუფრისკოვზი, ასევე 2 სუფრისკოვზი ბერძნული იოგურტი, 3 კბილი ნიორი, დაფქული წითელი წიწაკა, პაპრიკა, ძირა, ქინძი, მარილი და პილპილის მიქსი. შემდგომ ნახევარი ლიმონიც ჩავაწუროთ და სულ ცოტა ზეითუნის ზეთი. ეგაა, შემდგომ ხორცს კარგად გადაურიეთ და მარინადი მზადაა. მოკლედ, ლიბანური შაურმის მომზადებაში ქათმის დამარინადება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია соуსის მომზადება, რომელსაც garlic ტუმ ქვია, ნივრის ტუმი ქვია და არის ნივრის соуსი, რომელიც მარტივად მზადდება, მაგრამ მაინც რამოდენიმე ხრიკი უნდა გაითვალისწინოთ მომზადებისას. ჩავყაროთ 80 გრამი ნიორი, დავუმატოთ მარილი და ოდნავ ცივი წყალი. შემდგომ მიღებული მასა გადმოვიტანოთ და დავაბლენდეროთ. პროცესში კი ეტაპობრივად 200 გრამი ზეთი დაამატეთ, პერიოდულად ლიმნის წვენით დააბალანსოთ. როცა დამზადდება, ესეთი კონსისტენცია უნდა მიიღოს. თუ სწორად გააკეთებთ, ესეთი ფუმფულა რაღაც უნდა მიიღოთ. ანუ საჭმელს ვერ მოიფიქრებთ, კერძს ვერ მოიფიქრებთ, რასთან ერთადაც ეს გემრიელი არ იქნება. ან კერძს ვერ მოიფიქრებთ, რასაც კიდევ უფრო გემრიელს არ გახდის ნივრის ტუმი. მოვამზადოთ соуსი, პასტა, როგორც გინდათ, ესე დავარქვით, რომელთან ერთადაც უნდა მოვბრაწოთ ჩვენს მიერ აწყობილი შაურმა ბოლოს. ჯამში მოვათავსეთ ტომატ პასტა, მარილი, პაპრიკა, ზეთი და მაშარაფი. კარგად ამოურიეთ და თუ სქელი გამოვიდა, შეგიძლიათ წყლით შეათხელოთ. კლასიკურ რეცეპტში ხახვით ზედმეტია, მაგრამ უხახოთ, ჩემთვის კერძი არ არსებობს. ახლა კი ჩვენი დამარინადებული ხორცი წინასწარ გახურებულ აეროგრილში ჩავუშვათ და ახლობით 12 წუთში მზად იქნება. დავიწყოთ შაურმის აწყობა. პირველ რიგში პიტას წავუსვათ ნივრის ტუმი, დავაყაროთ ხორცი, კიტრის მწნილი და ხახვი. მოვასხათ მაშარაფი. ჭიდროდ გადავუხვიოთ და წინასწარ გახურებულ პასტა წასმულ ტაფაზე დავდოთ. გადავახვიოთ და მზად არის.